გამარჯობათ მეგობრებო, არ გამწერება კარგო ხარ. გამარჯობათ. იარაღის განხილვა, მაგრამ მოდი ხა ცხენი განვიხილოთ. ბატონი დავითი უნდა გავხადო მხედარი. ანუ ცხენზე ტარება მანქანა კაია, მაგრამ ცხენის ტარება უნდა კაცმა იცოდეს. თუ საშუალება, ხო ეგეთი? ჩვენ აგერ საშუალება გვაქვს, აი ესეთი მაგარი ცხენი ყავს. ხონდა ბატონი დავითი, ო, მარგო ქვია, დედალია. მოდი ცხენებზე ვილაპარაკო ცოტა ხანს ბატონო დავით. მთელი კაცობრიობა, რაც კი ცხენი მოიშინაურეს, ცხენზე შემოხდა და ამითი დადიოდნენ. მანქანის ძალა რაში იზომება, იცი? ცხენის ძალებში. იმიტომ რომ კაცობრიობა მარტო ეს იცოდა. ცხენები არის ძალიან ბევრი ნერიჯიში. მაგრამ ერთი ძალიან დიდი განსხვავება ის აქვს, რომ ყველა ცხენი არის კენტ ერთ ჩლიქიანი, ანუ კენტ ჩლიქიანია, შეხედე, ძროხას ხო აქვს ორი ჩლიქი. ამას აქვს ერთი ჩლიქი. მაგრამ არსებობს პრიჟევასკის ცხენი, რომელიც არის ბიჭო, გადი. შენი. ვაშე. უიც აპარატურა დაგვიშალა ნაკნო. ოი მე, რაღაცა შეჭამა. ტელეფონი ხო შეგიჭა. მოდი. მარგო. მარგო. მოდი. გაიგე, არის პრიჟევასკის ცხენი, რომელსაც აქვს ორი ჩლიქი. ანუ ეგეთი ცხენის არსებობს რა. ამერიკაში იცი ცხენები იყვნენ? ბიჭო, ამერიკაში იყვნენ ცხენები, არ იყო. ევროპელებმა ჩაიყვანეს. მერე გაველური და მუსტანგები გახდნენ. მოკლედ, ახლო მოდი. ცხენს აი ესეთი რაღაცა უნდა აღვირი. ხლა კინოებში კი გინახეთ, მაგრამ ცხენის განხილვა მე ნახდათ არ მინახია და ალბათ რავი არც თქვენ და მინდა რომ ეგეთი რამე იყოს. აი ეს რკინის რაღაცა არის, პირში რაც უდევს. ლაგამი ქვია, ამას თავზე გადააცმევთ და ეხლა ახლო მოდი აქეთ ამ მხრიდან. ბატონო დავით, მოდი შენსაც საინტერესო იქნება. აი მე. აი ესეთი. გადი. უნაგირი აქვს. ამას უზანგები ქვია. რატო გადამეკიდე ეს? აი ამას. მაგრამ თხილე. არ იკმინება, რატო ხარ ჩაპანიკებული რა? რავი, ბლომი. პატარაზე შეიძლება გიკმინოს, ხო ცხენს გონდა ხელი არ დაუჭირ, თორე შეიძლება ჩაგავლოს, ზემოდან უნდა დაიჭირ ხურთ. და ის პატარა კვიცი არის ძალიან ისეთი ისა რა, ტიპი რა. კვიცია რა. 4 თვისაა და შევჭამა, გადაგვიძოვოს ყველაფერი. მოკლედ, აი ეს არის სპორტული უნაგირი. შეხედეთ, აქედან მხოლოდ ერთი იმით არის დამაგრებული და ცოტა წინ უნდა დაჯდეთ რა. მაგრამ ამითი მოძრაობა, აი რა გითხრათ რა, ცხენ აი მოტოციკლებზე ვინც ამჯდარხარ და რაღაც, აი 1,000,000%-ით მაგარია, იმიტომ რომ ცხენი მოტოციკლეთი ხო ვერ აგზნობ თქვენ ძიხათ, რა ხასიათზე ხართ, როგორ ახართ. შეჭამა. ესენი გწნობენ რა, თუ შეგეშინდა რაღაცა პანიკაში ჩავარდი, უარესი ზამს რა, ანუ უნდა გიგზნოს რომ ხედარი ხარ, გაიგე ბიჭო, აი შენ მომისმინე, უკვე გეშინია. როდ გეხარ ესე და რატო გაურბი ხარ? რას გიწევ, შეგჭამს? არ გიკმეს. არა, ოდა ნახე, ჩაგავ. კარი მერე ხელი. ცოტა ისაქენია, გააგდე რა. 4 თვისაა და ისქნა, რა ქვია. აჯდები აქეთ მოკაჩავ პატარაზე მოუხევს, იქით მოკაჩავ, იქით მოუხევს. შენკენ მოკაჩავ ორივეს უყურე. აღვირს, ორივე შენკენ მოკაჩავ გაჩერდება. მიუშვებ, რამე არ უნდა უთხრა რო გაჩერდება. დაუძახებ გაჩერდება. აჩუ წავიდა. ეგ უჩე. ცხენი ჭკვიანი ცხოველია, ხო? კი. მოდი ამას მე დავჯდები ახლა. გამოვივლი. მიყურე როგორ გავაკეთებ, მე შენ დაგსო. ხო არ გეშინია? მე. არა, აი შენ უმაკეთებ. გეშინია თუ არ გეშინია? წამომექით გავიყვან, წამოდი. წამომარგო. მოდი. ორი. ჩვენი არხის ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA თუ ჯორჯია და ფორდილერი. და რა ვიცი, ხა ცხენი რამდენად გაჩერდი. აი ამ პატარამ შემჭამა რა, გადი შენ გადი. გადი. კმენა უნდა ნახე რა. გადი. ბატონმა ზურა ნერვები მოუშალა. იმედია გაიხსნა. შენი იმედი გქონდა. დაიგე ბატონო დავით. კი. ძალიან ადვილია. ახეთ მოკაჩა ოდნავ. გამიგე.
ცხენი რატო გადამეკიდა ეს კუიცი? ბიჭო, გეთამაშება პატარა, გაიგე? პატარაა და მიკბინა რა გადი. გადი მეთქი. ტრ. მოდი აბა აქ დაჯექი დიცხენზე, მოდი. გადმოდი და გაიგე? გავჯდები. აი დრ. გადი. ძლი. მოდი აბა. გადი მეთქი. ბიჭო, მაგას გონია რომ ეთამაშები, გაიგე? ხო. მოდი აქ. მეც უკბენ და იქნება. მე მიყვარ. ხო. კარგი რა, გადი რა. დაიბრიყვა პატარა. მომისმენ. ცოტა იქით გადის, რა იქ ფეხებში გენიარდება. ამაზე არ დაჯდეს. თვითონ ცხენზე მოდი. აბა რა უქნა? მოდი მარგო. უყურე. აი მას შევჭამა რა. წადი რა, წადი რა იქით რა. წადი. უზანგებზე დადექი. ისიდან თუ არა მომისმენი ჯერ თავიდან. ხო დაჯდები იმაზე უნაგირს. ფეხებზე იყავი დაყრდნობილი. გამიგე? ანუ ტრაკი ამაზე არ გედოს, ოდნავ ეხებოდი. ცოტა წამომდგარი იყავი და ესო წავა. აყევი ნელა-ნელა. კაი? ხო არ გეშინია? კაი, მოდი. გეუბნები არ მეშინია. კაი, მოდი აქ. დავჯდე? ხო, მიდი. მაიც ეგრე რასაკეთებ, აი ესე გაუყარე ფეხი. შედგი? თავისი. მინდა. ეძვერი, ეგრე გადადი. უზანგში ფეხი გაუყარე. ეგარ. გაუყარე? კი. აჰა. აი ხლა მიდი ნელა-ნელა. არ გიგზნოს რომ შეგეშინდა, თორე გაიქცევა. და იმების წინ თუ გავიდა ბიჭო ტოტებში. ხო, თავი გადი. ჩავხარო. ტოტებში თუ გავიდა, თავი ჩახარე თავისკენ, გაიგე უკან არ გადაიწიო. კარგი. რა გინდა შენ? მოდი აბა აქეთ. მე? ხო მოდი? ხო? აჩუჩ. ხო მივხვდი, წინ თუ ტოტი ესი არ გადაიხარო, წინ ჩაწეკი. ან ცხენის თავის დაბლა ჩაწიე თავი, თუ რამე ესეთი მოხდა, ეხლა უყურე ტოტებია. აჰა. ეხო შენი პირველი დამოუკიდებელი ფრენა, აუ ეს გადამეკიდა აბა შემჭამა. აა ბატონო დავით, როგორია? პატრონს მიყვება. ა? ცხენი? მოყვება. აჰა, შვენიერი. თან ის არის რა ქვია? ცხენი არ არის? კარგად არის გასწვილი, ასე რომ უკან. ო შენი მიკმინა შავერცაღლმა. აჰა, აი მიკმინა, რადი რა. ო ისე ცხენები იკმინებიან, ცოტა ფრთხილად იყავით რა. შენ ახლა ხარ, ის რა ქვია? გინდა სომბრერო მოგწე? აჰა. სომბრერო? ო, ნუ რავი, კობუებს ეგენი აფარიათ ხო. არგენტინაში ცხენების მწყემსებს ეძახიან გაუჩოს. აი ეგრე. აი ეგრე, ო? ეს რაუშ. მიდი, დამოუკიდებლად, წადი. აი ეგრე, ო? შეგიძლია ცოტა ის ვიცე, ხოდი. ცოტა გაზი მოუმატე. აჩუ. წინაღობას რო ხედავ, გზას უყურებ, მე ნუ მიყურებ და ნურავის ნუ უყურებ. ცხენი სადმიდის უნდა ხედავდე. მოდი. ოპერატორს მიყვებ. კაი, ჩემკენ წამოდი. ვერა, εμას მიყვებ. აიღე, მიჯო, ეგ ხელში რო გიჭირავს, ყუილაკი ნუ გიჭირავს. დაგემორჩილება ყველანაირად, საითაც მოკაჩავს იქ იწავა, გაიგე? გააჩერე, ჭკვიანი. მარგო რატო ქვია არ ვიცი. მე პატრონემ დაარქვა, მაგრამ მაგარია, როგორ მოგეწონა. დღეს ამას იქით შენახარ მხედარი, ბატონო დავით. როგორია? ველოსიპედ ჯობია? კი. ა? ოღონდ ერთია რომ ძალიან ბევრს დაჭამს რა. ორი ძროხისას დაჭამს, ანუ ცხენი შენახვა ეგრე იალვი და იაფი და რაღაცა არ არის. მომე ჩემი ხუდი დამივონე. ყური. რაღაც ცხენს ისა ქვია ძროხას აქვს რამოდენიმე კუჭი. ერთში იგროვებს, მერე მეორეში გადააგდა იცოხნის. ამას არ აქვს. ეს პირდაპირ ჭამს და რომ მიუშვა, დღე და ღამე ჭამს. გადი მე. ცოტა მიკმინა ეგ აი კბილებიცა დამატყო. ის პატარა მომეპარა და ჩამავლა იმაში, აი მიკმინა. ვერაგულად მოგეპარა. ვერაგულად მომეპარა, მაგრამ ჩვენ მაგას აქვს. კიდე კაი ეს არ არის ეგეთი, თორე ამა რო გიკმინოს, რავი, შეიძლება შეგჭამოს. მიდი, თუ გენი ერთი წრეს დაარტყი და ჩამოდი. მიდი. აჩ უთხარ და წავა. აი ეგრე. მიდი ადგილზე მოატრიალე, ხო მიდი. თავი კია გადაპარსული, მაგრამ ნუ ახლა
თავგადაპარსული ქოუბოებიც ხوارია. ალბათ, აუ იმენ. ძალიან მაგარია რა, რომ ცხენი შოვნეთ და ბატონ დავით ვასწავლით ცხენზე ტარებას, ანუ რა. ჯერითია თუ მხედრობა თუ რაც არის, მოდი ჩემთან მოდი, ჩემთან მოდი. მოდი. პირდაპირ წამოდი ჩემზე, მოდი. ახლა რომ მოხვალ გააჩერე. მოდი. აი, ხედავ რა ჭკვიანია. ანუ ცხენს არ აჩვენოთ რომ შეგეშინდათ რა. ძაღლებზეც ეგრეა. ხო რა, ძალიან როგორ ძაღლი რა. ადამიანსაც არ უნდა არჩე. ხო, არც ადამიანს არ უნდა შეგეშინდათ, თორე ეგრევე წამოვა. ჩამოხვალ. მიდი შენ ჩამო. მოვალ თორე ფეხი. უზანგიდან ფეხი გამოიღე, აი ეგრე. ვაი მე. ნუ გეშინია. გადმოვარდი ამის. უზანგიდან ფეხი ვერ გამოვყა. მაიცა. მე გამოვხდი. ხო გამოი. ანუ ეს ცხენზე ასვლა ჩამოსვლა არ არის რთული, ანუ დამუღამების ამბავი და ცოტა წონა უნდა ხელს გიწყობდეთ რა. კიპი არ უნდა გქონდეთ. საქართველოში, დასავლეთ საქართველოში ყავთ ბევრი ცხენი, იმიტომ რომ ქართლში და კახეთში ცხენის ყოლა ისეთია პრობლემატურია რა, ბალახია ცოტა, აი შეხედეთ ბალახი რა დღეშია, რუდის იწვიან ბოლოს არავინ არ იცის. სოფელს ასირეთში ვართ, ხო და აქ აი მხედრები იყვნენ თავის დროზე. ხო და კიდე რა უნდა მეთქო, ყველას და უსაყავდათ ცხენი და ბრძოლის დროს გამოდიოდნენ როგორც მხედრები, ანუ საბრძოლო ერთეული იყო, აზნაურებს ყველას ყავდათ ცხენს ინახავდნენ და ბრძოლას სწავლობდნენ. გლეხები თუ მიდიოდნენ, შეიძლება გლეხსაც ყოლოდა ცხენი, მაგრამ გლეხი უფრო იყო, რა ქვია, ფეხოსანიჯარი. და დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველა მხედარი იყო. იმიტომ რომ ცხენების შენახვა, ანუ რთულია, კიდე ერთხელ ვიტყვი რა, ზამთარში აი ამას ვაჭამო. ერთ მანქანაში იმას შეჭამს, რა ქვია, თივას რა. ხო და ახლა იქ პრობლემაა, რომ აი ზამთრისთვის რა ვქნა, თივის ამბავზე, მაგრამ ნუ გადაუწყვიტავთ რა. მარგო მშიერი ხო არ გვეყოლება. ხო და ნახე რა. დაამტკნა. დამიჯამოვა. ო, მოგეთ მეგობრებო. ხო, ნალების დაყვრა გადავიღეთ, ხო გადავიღეთ ბატონო დავით. დავნალეთ, კარგად არის. ბანაობა უნდა მოვლა უყარს, შაქარი არაჭამოთ. ყვახი ვაშლები და რაღაც არაჭამოთ, კიტრი, სტაფილო, აი ესე კამფეტის ამბავში, ეხლა აი ლაშები ნახეთ რა, სულ გამწვანებული აქვს. დუჟი და რამე კი არ მოდის, კიტრს ვაჭმეთ რომ აი ესე რა, კაი რამეს რო გააკეთებს და რო არ იცელქებს, ამ კიტრს მივცემთ ხოლმე და უყარს რა. რავი, ბედნიერი ცხოვრება კი აქვს. ამით გამოგეშვით მეგობრებო. ეს იყო აი ცხენის განხილვა, კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეო. წამოვიკატავთ. მოდი მარგო. ზაზე გავიდეთ, ბატონო დავით. ტატიშ. აკეთა ხო ზევიდი. კი.